წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემის ოდაბადეშ კინოხონი. ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ყოველ ხუთშაბათს ტრადიციულად 18 საათზე და 18 წუთზე გავლდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა ჩვენს ისტორიაზე, წარსულზე, ეთნოგრაფიაზე. გადაცემა, სადაც ვაცოცხლებთ ხოლმე ძველ პერსონაჟებს და სიამოვნებით გთავაზობთ არაერთ გადაცემათა ციკლს, რათა კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენ ლამაზი კუთხის ისტორიას. გადაცემა გვაქვს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად, ვუძღვებით ორნი, მე სოფიო ხუსიშვილი და ისტორიკოს კვლევარი ლაშა ჯიქია. სანამ ბატონ ლაშას მივესალმები, ორიოდე სიტყვით გეტყვით, სად შეიძლება ჩვენი გადაცემების მოსმენა, გვისმინეთ როგორც FM-ზე 105 და 9, ინტერნეტით radio.net.lg, ეს ლაივ რეჟიმში და ასევე ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე, radio.net.lg, Facebook-ზე, radio.net და YouTube-ზე. ბატონ ლაშა, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის, ბატონო სოფიო, ტრადიციულად მივესალმებით ჩვენს radio.net მსმენელებს, ერთგულ მსმენელებს, ხაზგასმით მინდა აღნიშნო. Quan onჯუაჯგრობუაში ჩვენ რადიო მარჩკლე გახარებული და ბედნერო ქოფედად მიარეწანებს. ეხლა რომ ისე შევიკრიბეთ ამ სტუდიაში და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა უნდა შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ მსმენელს. მოკლედ რაღაცნაირად ისე ძალიან ლაღად, გემრიელად და საინტერესოდ მიეწყო ამ გადაცემათა ციკლი ამ ბოლო დროს და დავაანონსეთ წინა გადაცემისას კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემა, უჭიშაფუდო გინაფორალი. აი ესეთია. ქიგნომ ფორავდასია, რამდენჯერ გაგვიგია, ხო ეს რაღაცა. ხო, აი მე წევლის ფორმა შეიძლება გინაფორა, მაგრამ უჭიშაფო ფაქტურად დაკარგულია ეს ტერმინიც და თედო სახოკიასთან იქნა ეს დაფიქსირებული და ფაქტიურად ეს ხინის პერიოდში იცოდნენ უჭიშაფო. აჰა. დავაანონსეთ უბრალოდ არ ჩავუღრმავდით, იმიტომ რომ ეს იყო შესაძლებელი დახმარების ფულადი და ნატურალური ფორმით და შესაბამისად ერქვა უჭიშაფო, მაგრამ აი ეს როდესაც ის იყო მიცვალებულის დატირება, ამ შემთხვევაში ამას ერქვა გინაფორალი. გინაფორალი. ვამოკონა გინაფორალი და მუთუს მომჭიშუანთ და ამარვეთ. უჭიშაფო. ვადალაშა, მოკლედ ჯერ მეგრულად, მერე ქართულად და ნახოთ, აბა რა შინაარსი აქვს. ძალიან საინტერესოა. უჭიშაფო მეც არ გამიგია სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეხება მქონია ამ თემებთან და აი რა შეეხება გინაფორალი კალბატონო. ხო, გინაფორალი თითქმის შემორჩენილია დღემდე არის და ეს ტრადიციაც, კი, გინაფორალი არის უბრალოდ უჭიშაფო ფაქტურად. ანუ გინაფორალი ეს მთელი სერიოზულობით, როცა მიცვალებულთან არის ჩასაწერი და ასე შემდეგ, როცა წევლა და ცოცხალს მიაწევლია, გინაფორალდასია. ხო, აქედან გამომდინარეობს სწორედ ეს. აქედან გამომდინარეობს. კი ბატონო, კი. როგორ ორი ერთში გაერთიანეს ეს სამგლებში გასაცარბებელი. ახლა როდესაც დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაზე, თვითონ მსმენელისთვის ეს ყველაფერი ცხადი გახდება, იმდენად მარტივია ეს და იმდენად ის იყო ფაქტიურად ჩვენთვისაც იმდენად ახლობელია თვითონ ეს თემა, რამდენჯერ ჩვენს გონია ამის პრეცედენტი, რომ ოჭიშაფუს მიგვიტანია და შესაძლოა არის და გინაფორალიც. კი ბატონო. ასე დიო კიმუჭიშუათ თუ გინოფორათ მუჭომიღნას. კიმუჭიშუათ ოჭიშაფუ. დიარაში კიფშია ჩკი. გირჩქილე. ოჭიშაფუ და გინაფორალი ჩკი ნამდღანერი რჩიებას თარი თემა რადიო გინო ჩემას ასე კიფშიებუთ ჟირი ართიანის მანგურ მეხوارаш ფორმაშე ნამუსუ ჯოხო ოჭიშაფუ და გინაფორალი. ართი დიარაშ ბორჯის ხვათ მაჟრა ონგარიშ. დუჩე ქოფთკვათენ ოჭიშაფუს გურშენ კიფშიებუთ და თენას გებჭარუნთ მუჭორენთენს დეტალურ. მარგალურ დიარაშ წესის თხილერე ართიანის მატერიალურ მეხوارаш ჟირნერ ფორმა. მართარე ნატურალური და მაჟრარე ფარად ართიანის ეკონომიურო ალარინა. ჟირხოლო ათე ფორმას მიშინანდეს ართნერ ტერმინით ნამუსუ ჯოხოთ ოჭიშაფუ. ოჭიშაფუს გურშენ მუშ ნაჭარუებს იჩიებ გიშარჩნელ მენცარდო ეთნოგრაფ თედო სახოკია. ნამუთ არდიხას ჭარუნს. სინჯაშ ნათესები, მოჯგირები, ფარად მეხوارаш გარდა მატერიალურო ხოლო ოხვაროდეს ფანიას. ტრადიციული მოუნდეს ხოჯეფი, ნამუსუ დიარაშ ტაბაკიშო დოპილუნდეს. ათე მოხვარаш ფორმას ჯოხოთ ოჭიშაფუ. სინჯას ფანიას ნატურალურო ოხვაროდეს დიარაშ წოხლეიან დღალებს, მარა ფარად ოხვარდეს დიარაშ დღას. ათე ფარად ვარდა ნატურად მოხვარаш მინოვალება მონოძუდ არცა დაპეჯებულ ფანიას. მარა მიდგავარდუო თეშდ ძახინელ გინა ოთამას გინიგანდუნ თინას ალობა უღუდ ათე ოჭიშაფუს მინოვალებაში. ჩქი ართ რადიო გინო ჩამას დეტალურ ქიფჩით გინა ოთამალის ტრადიციაში. მუჟამით მოჭყუდუს პიჯიშ ოძირა ხეძღენს აჩოქენდეს. თენა ერზიებუ დიარა ბორჯის. მეგურგინე მორდიაში და სინჯაშ კერს მოჯგირებში. მარა თინა ხოლო ორაგა
ორაგადერე ნამუდა კანკანე ნათესე ქოდ გინა ოთამალცნთეშ ოჭიშაბუსხოლო გაფულენთ გინა ოთამალის ტრადიცია დიარაშ ბორჯის ტაფაკიშ დოხუნა შეკულ ხვადუდ მარა ფარაი ჭარუა ოჭიშაფუშ ფორმატ უჩქუდეს დიარაშ დღას ტაბაკიშ მკოხუნაშა ათეშენ ფანია გაგშართუნ თეშ დოძახინელ მაჭარას ნამუსუც ზოხო ქუდახუნუანდეს დო თენა ინაჭარად მიქ მუზმა ფარა მიღუნთის ოჭიშაფუშ ფორმატ ფარაშ ინოჭარუა და გინა ოთამალის ხოლო ფარა გინოგაფა ოძირანს ნამუდა თენა პრაქტიკაშა მუშურს კაპიტალიზმის გორჩქინაშ პარალელულო მავითო ჩხორა უკუნიშ მაჟრა გვერდიშე თეშახ ჩქინ მერჩქინათ ნატურალო კორდუკო ათე ოჭიშაფუშ გაფა ნატურალურ ფორმაში ოჭიშაფუშა მიშეშ ობილირეფი ნამუშ უნოვალებას მუნეფიშ დუჩა მინიდვანდეს გუმოჭყუდურ ოსურსკვალეფი ათეს უცახუდეს გუმოჭყუდურეფიშ ობილურც ვარდუ ობილირ ხოჯის მუდგაზმარენ გუმოჭყუდურ ოსურსკუ ართოქი მიუნანდუნ თინეფიშკას პრივილეგია იშენოგუთ უნჩაშ გუმოჭყუდურს დო თიშ მუნაუნებ ობილურს ჯოხო დუდი ობილირ ობილირიშ გარდა სინჯაშიანებდო სამოხიეშ მაკათურებ დიარაშ დღაშ წოხლეიან ბორჯის ათეფანიას ქიმუღანდეს სხვადასხვა პროდუქტებს ხოლო თენერდუ ქობალიშ ხომუშქვირი ვალი ღვინი ქოთომებ თულებ და სხვა ეკონ მოკონებ ხოლო ნამუ ტაბაკის გილადვალარო გემოდირთუთ ათე ოჭიშაფუში არტ ნოსვერთის წოხლიან დღალებს აწახვარაფალო სინჯაშ უდეს მონწყი ტაბაკის გიმირნუანდეს დო მაჟან ნოსვერთის ოჯღონანდეს სადიაროშ დოძახინელო მოჭყუდუშ ფანიაშა ათაშ ნამუ და ფარაცკუ მართო ნატურალურ ფორმატ ოჭიშაფუში ტრადიცია გორჩქინელ დუ თი ღანკით სინჯაშ ფანიას ხვალე რივეგიონჯირესკო თი ხარჯებ ნამუ დიარაშო თიშ მოსანწყოთ ავსლე ბერდუნ ოდო თინახოლ ორაგადრე ნამუდა ოჭიშაფუშ მუშნაულა ფარა გეგნოსკიდუდა თის ახალ აკორცხილ ფანიას საწმოხონა ანბეშო გეგნოჩანდეს ოჭიშაფუშნერ მატერიალურ ართიანეშ მოხარაშ ფორმებ ჯგირორერ ჩქინეს საქურთუეს სხვადასხვა კუნთუებს თენეფის ჯოხონა ართიანშე ხოლე გიშეგორო მინიაკანც უცახუნა ნიჭის მინდიხას სანიჭარს სანაწეოს პატიობა შესაწევარს დო თაში ოჭიშაფუშ გურშენ სპეციალურ დატურა სხვადასხვა არზერე თქუალერი არტპარტია თეს მირჩქინას მუჭოთ ახალი აკორცხილ ფანიაშ მატერიალურ მეხوارად მაჟრა პარტია თეს მირჩქინაც კოლექტიური ართიანის მოხوارაშ ნოსკილეთ წესო და აუცლებელ მინოვალებად თენარდუ უჭარო კალონი ათეშე გინოჩამა თხილერე ბექაი სამართალიsh იჯდომავი თანთხა პუნქტი სოდეთ ჭარნამუ და დიარას ოჭიშაფუშ მინოვალება ირკოშიშო კალონირე მიდგა ვარდუ ოჯეშო ათე ოჭიშაფუს ვეგანდუნ თის ძალით იშენ ქაგაფუანდეს თეს ბექაი სამართალით იზრე ნამუ და ათე მინოვალება ოჭიშაფუშ ფორმა თხილანთ დიარაშ მუმანწყვალ ფანიას ხვალე ვეგიანჯურკო ხარჯეფი ხთის ოჭიშაფ თენა გოკონდა კალონირდუკო გოჭარილ გოკონდა უჭარ კალონირდუკო თხილერინ იშენი არდ ღან კუღუდ ქმეხوارესკო ფანიებს ართიანშად ქმუხარებდესკო და ვალენს ვენონ ხაფეთკო დიარაშ მუმანწყვალ ფანია ახალ აკორცხილ ფანიას ეკონომიკურო ხოშებუდკო შელება ნორმალურო ქაუდირდკო ახალ რინას ოჭიშაფუშნერ ფორმა მიღუნა სამარგალოს გაჭირებას ბორჯის ხოლო მარა თნას გინაფორალი ჯოხონად მიშინანა მუჟამის სამოხიეს მაკათურებში მიდგაინ დოღურუდუნ თახოლა ართიანის მეხوارება ჟირნე ფორმატუ თხილერ ნატურალურ დო ფარად თეს უძახუდეს გინაფორაც ნატურალურ ფორმა დოხვარდეს ქობალიsh ხუდა ღუმუშქვირით უმოსო საჭიდოლე ქილ ღუმუშქვირ მეუღუდეს ავსლებერდუ ლებიაშ ღვინიშ შავეშ მეღალა ფარაი ჭარუა ხვადუდ თიშგეშა ღურელიsh ფანიას ფარაშ მაჭარალ ფანიაცკმა გაჭირებას ბორჯის მუზმა აფუთ ინოჭარილინ თიშ მეჯინათ ათაკ ფარაი ძინა ვაშნერციად ქუანდეს თახოლო მაჭარას ზოხო ქუდახუნუანდეს ღვინდო გიოშუმალე ოჭკომას კილუდუანდეს დო მიდგა ფარაშ ინაჭარშა მიშუნთის არტ ჭირქა ღურელიsh ოჭხონაფას ზიტყვა აფუდ ორაგადე მაჭარალო უმოსო ჟირკოჩის ზოხუნუანდეს არტ ინაჭარალ მიქ მუზმა ფარა მიღუნ გინაფორალინთის დო მაჟრა თეფარას იბარენთ დო კოროცხუნდ უკულ ბოლოს თეს არზარტო დო კოროცხუნდეს მუშნალ ფარას დო ფანიას გეგნოჩანდეს თახოლი იძირე მუჭოთ გაჭირებას თუ დო რინელ ფანიას ხვალე ვეტენა დო ოცადუნა უნგარიშ ხარჯებ ნათესე დო კერს მოჯგრებ სამოხიეწკუმა არტო გირთანინი გვალოჯგირი წესრე თენა კანონი გვალოჯგირი ხო ართენის ალარნარე ართენის ალარნა დო ვეტენა კოჩის ჩინწმათიშნა ტრადიციეფრე უნგარს მუწესეფუღუ დიარას მუწესეფუღ თიზმა პერი ეტაპეფრე მიკაულარი ათენას იფრე ხარჯიბწმარა თენა მერსხი ხურას გეგნიგო ფიქრება ხუანს თიჯგო ამბერე გინგოდვალა ფუანს ხურას მოკლედ ათიჯგო ამბეფრე გვალოჯგირი თენა ხურავარე ჯგირდო ართინა მუჯოხოთეს გლახამბებ მარა ათიჯგო დროს სხვა შარავარენ თიცკუმა ელარნა გვალოჯგირი ამბე მორალურო ოძილანს მუჭო დავთარ მიღუნდეს ასე ხოლო ზუსოდ გარენ ჩქიმწკუმა სოფელს მიქ მუზმა ჭარო ხო მახელო მიხნებ ჩქიმ ბაბუდო თინეფიშ ბაბუდო თი ბორჯის მის მუზმა აფუდ მი ნატურალუროდ მართალინე ჭარდე ნატურალურო აინა ვარ ხო ჟარნეჩის ხვალე ფარა მიღუნდეს
აქტუალურ მოუღდეს ინოჭართექი ბამბანერკა პეჩინია რუსულუდებით ხოლეჭარო თიჯგოთ ღარი ასებული ქუგაჯინეკეთი ნაჭარასტო ვარე თიგოჩ მიდგა ყურელი ასენთინასიას და გოხიოლი ვალი ვაბნორც ყველაფერზე შეიძლება გაიცინოს ადამიანმა ცხოვრება ასეთი რა გავაკეთოთ ჩვენ ვერ ვცვლით ვერაფერს რადგან ისტორიაზე და ტრადიციაზე ვსაუბრობთ ეს იყო ტრადიციის ნაწილიც ისტორიის ნაწილიც და იუმორნარები თუ როგორ არის ეგა რაცნაირად სატირალი რომ არ იყოს სასაცილო იქნებოდაო დაახლოებით ეგ ამბობენ მაგრამ ცოტა სხვანაირად მაინც რა ვიცი პოზიტიური ის არის მოვლენა ზოგადად ეს ახლა თქვა უცხოელებისთვის ეს ცოტა გასაკვირიც არის გამიგე იმიტომ რომ იმათთან არ იყო ამზე უბრალოდ იქ იმიტომ აქვს იმათ ჩაყუჭული და ბლომათა აქვს და ინდივიდუალიზმი უფრო არის და შესაბამისად არც იტვირთავენ ამ იმით ვალდებულებები თავს გამიგე ანუ ზოგიერთი ახლა ისე მიარბენებს მიცოლებულ სახლში არც შემოიყვას იქ მას სპეციალური დარბაზებია და ასე შემდეგ ზედმეტად არ იწუხებენ თავს და მე ქორწილიც ჩვენ საერთოდ 506-საც კი არ ეძახიან შინაურულად და გემრიელად არც არის აუცილებელი გადაყოლა იზიარებს იმ შებედნიერებას ეს 506-ი კაცი შეჭამზა ცუდი ნათქვა მეუხეში მაგრამ გაძღება და წავა ვიცოდნენ ვინ უნდა ყოფილიყო მოწეული ქორწილში და შესაბამისად ეხა მე აი საბჭოთა პერიოდში გახდა ეს გაზვიადებული როცა ვითომ და რაღაცა პატარა კაპიტალი გაშთა რაღაცა დოვლათი და დაიწყეს ეს რაღაცა გადამეტებით ზოგადად არ იყო ასე ანუ ეს კაცრად იყო ანუ სიცოცხლად ითვლებოდა თუ დაუპატიჟებელი მივიდოდა ვინმე და შესაძლოა და თქმა უნდა ხო ეს საზოგადოებისგან გაკეცხვისაგანი იყო გამიგე და ამიტომაც დიდი არ იყო ქორწილი აი ტრადიციული 150 ადამიანამდე და მოკლედ ეს სამოხიეს და იმ უშუალოდ იმ არეალში ოჯახში იმდენი ადამიანი ხო შეგროვდებოდა მასე ადრე არ იყო ჩაწერილი ოჯახიდან ერთი სული მოვიდეს ხო აი ზუსტად ეს იყო კი რეგლამენტირებული იყო ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ის აურზაური და მართლაც თან მან დუდკოჩი აკონტროლებდა ყველაფერს ზედმეტი როგორ შეიძლებოდა კი ბატონო მეგრულად არ იყო ნამდვილად რთული გასაგები და ახსაქმელი მაგრამ ქართულადაც გჭირდება ეს გადაცემა ორი ენაზე გვაქვს მათთვის ვინც პირველად გვისმენს ეს არის შემოგვიერთ და ამჯერად სიამოვნები წარმოგიდგენთ ქართულ ვარიანტს თქვენის ნებართვით ჩვენი დღევანდელი რადიო გადაცემა ეცნება ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლომდგომ და თითქმის იდენტურ ტრადიციულ წესს რომელსაც სამეგრელოში უწოდებდნენ ოჭიშაპოს ანუ შესაწევარს და გინაფორას ანუ გადასაფარს ოჭიშაპო ხდებოდა ქორწილის დროს და გინაფორალი მიცვალებულის განსვენების პერიოდში თავიდან შევეხებით ოჭიშაპოს ბუნებას და მის რაობას მეგრულ საქორწილო წესჩვეულებებში მოწვდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე ეს არის ნატურალური და ფულადი ორივე სახე აღინიშნება ტერმინით ოჭიშაპო ანუ შესაწევარი ოჭიშაპოს შესახებ პირველცნობას გვაზრის თედო სახოკია რომელიც წერს სიძეს ნათესავები ფულად შესაწევარს გარდა ნივთიერადაც ეწევიან ჩვეულებრივ მოყავთ ხარები რომელთაც იქვე დაკლავენ ქორწილისათვის შესაწევარის ამ სახეს ქვია ოჭიშაპო მეკორწილე ოჯახისთვის ნატურით შეწევნა იცოდნენ ქორწილამდე ხოლო ფულადი დახმარება ქორწილის დღეს შეწევნა ნატურით ან ფულით სავალდებულო იყო ყველა მოპატიჟებულისათვის მაგრამ პირი რომელიც ეგრეთ წოდებული გინა ოთამას ანუ პირის სანახავს გაიღებდა აღნიშნული ვალდებულებისაგან სრულად თავისუფლდებოდა ცნობისათვის გინა ოთამალი ეწოდებოდა პატარძლისთვის განკუთვნილ იმ საჩუქარს რომელიც მას ნეფის ნათესავ ახლობელთაგან მოერთმეოდა საქორწილო რხინის დროს თუმცა ზოგიერთი ნათესავი თავს იტვირთავდა როგორც ერთი ისე მეორე ვალდებულებით თუ პირის სანახავის გაღება უშუალოდ საქორწინო სუფრასთან ხდებოდა ფულის სახით ოჭიშაპოს შეწევნა იცოდნენ რხინის დაწყების წინ ოჯახი გამოყოფდა ეგრეთ წოდებულ მაჭარას ანუ ჩამწერს რომელიც ცალკე ოთახში იჯდა და ადგენდა შემომწირულთა სიას სათანადო თანხის ჩვენებით ფულის სახით გაღებული ოჭიშაპო ასევე პირის სანახავი როგორც ჩანს პრაქტიკაში შემოდის სასაქონლო ფულადი ურთიერთობის დამკვიდრების შემდეგ დაახლოებით მე-19 საუკუნის შუახანებიდან მისი მეორე ნახევრიდან მაინც მანამდე კი საუბრაუდებელია რომ შესაწევარი მთლიანად ნატურალური სახით იყო ნატურალური სახის შესაწევარში როგორც თქვა შედიოდა საკლავი რომლის შეწევნითაც უპირველეს ყოვლისა თავს ივალდებულებდნენ ოჯახთა გათხოვილი ქალიშვილები და მოკლედ ასეთ საკლავს გუმოჭყუდური შოპილური ანუ გამზითვებული საკლავი ერქვა თუ ხარს რამდენიმე ქალიშვილი მოიყვანდა მათ შორის პრივილეგია ეძლებოდა უფროს და მისი საკლავი დუდი ოპილურის ანუ თავი საკლავის სახელით იწოდებოდა გარდა საკლავისა სასიზდოს ნათესაობა და სამოხიო წევრები ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ოჯახს მიართმევდნენ სხვადასხვა სახის პროდუქტებს პურისა და ღომებს ქვის ყველს ღვინოს ასევე ქათმებს გოჭებს და ასე შემდეგ აღნიშნული სახის შესაწევარის ერთი ნაწილი ხმარდებოდა ვაჟის სახლში გამართულ ნადიმს ხოლო მეორე საქორწილოს სახით იგზავნებოდა საპატარძლოს ოჯახში ამდენად ფულთან ერთად ნატურალური სახის შესაწევარი გამიზნული იყო ოჯახისთვის სათანადო ხარჯების შესამსუბუქებლად ამასთან თუ ოჭიშაპოდან საქორწილო ხალს რაიმე გადარჩებოდა იგი ახალ შექმნილი ოჯახის კეთილდღეობას ხმარდებოდა ოჭიშაპო მსგავსი მატერიალური ურთიერთდახმარება კარგადაა ცნობილი საქართველოში ნიჭის სანიჭარის სანაწეოს პატიობის შესაწევარის სახელწოდებით შესაწევარის შესახებ სპეციალურ დატოვებაში სხვადასხვა აზრია გამოთქმული ერთი მასგან ეხება როგორც მატერიალური დახმარების
იმუს ახალშექმნილი ოჯახისადმი. მეორე მოსაზრებით კი ქორწილში შესაძლებელი ოჯახების ურთიერთდახმარების ისეთივე წესია, როგორც ოჯახარი და კოლექტიური დახმარების სხვა ფორმები. ეს იყო სავალდებულო ნორმათა კატეგორია. ამის შესახებ ცნობები დაცულია ბექას სამართლის 34 მუხში, სადაც ნათქვამია: ქორწილისა სანიჭარი ვალია კაცსაგან კაცსა ზედან. თუ ვინმე სანიჭარს ნებით არ გაიღებდა, სამართლით მაინც გადაახტევინებდნენ. სავალდებულო სანიჭარის დაწესებით კანონმდებელი ცდილობდა გადაერჩინა ოჯახების არც თუ ისე მცირე რიცხვი ქორწინების ხარჯთა ტვირთქვეშ გაჭრედისგან. ფიქრობთ, რომ ყველა ზემო წარმოდგენილი აზრი სავსებით მისაღებია, შესაძლებელია იქნება ეს განმტკიცებული ვალდებულება თუ ნებაყოფლობით გაღებული ღირებულება. საბოლოო ჯამში დადის ოჯახებს შორის არსებული მატერიალური ურთიერთდახმარების ნორმებამდე და ემსახურება საქორწილო ხარჯების შემსუბუქებასა და ახალშექმნილი ოჯახებისადმი ხელშეწყობას. ოჭიშაფუ შესაძლებელი მსგავსი ფორმა არის დაცული ასევე მიცვალებულის განსვენების დროსაც, რომელსაც ეწოდება გინაფორალი, ანუ გადასაფარი. აქ ეს სიტყვა პირდაპირ მიუთითებს ხარჯების გადაფარვას, რომელიც მიცვალებულის დატირების დროს არის აუცილებელი კომპონენტი. როდესაც სამოხიოში ვინმე გარდაეცვლებოდა, მაშინ აქაც სახეზე გვაქვს ურთიერთდახმარების ორი ფორმა, ნატურალური და ფულადი. ამას უწოდებდნენ გინაფორას, ანუ გადასაფარს. ნატურალური ფორმით მიცვალებულის ოჯახს ეხმარებოდნენ პურის, ხომის ქვილით, უპირატესად იცოდნენ სამჭადოდ გაცრილი ფქვილის მიტანა. პროდუქტებიდან ასევე მიქონდათ ლობიო, ღვინო, დამჟავებული ხალი და სეზონის მიხედვით წნილობა და ბოსნეულობა. ფულით შემწეობის ოდენობა განისაზღვრებოდა იმის მიხედვით, თუ რამდენი ქონდა თავად მიცვალებულის ოჯახს ფულის ჩამწერის ოჯახში გინაფორალი, გადასაფარი თანხა მიტანილი. ამ შემთხვევაში იტყოდნენ, ფულის ოდენობის მომატება არ შეიძლებაო. გინაფორალის შემთხვევაში ჩამწერს საკეთ დასვამდნენ, მას მაგიდაზე პურს, ღვინოს, ლობიოს დამშავეს დაუდებდნენ, ვინც ფულის ჩასაწერად მიდიოდა, მას ვალდებულება ჰქონდა ერთი ჭიქა მიცვალებულის შესაძლებელი ეთქვა. ფულის ჩამწერად უპირატესად ორ მამაკაცს დასვამდნენ, ერთი იწერდა სახელი და გვარი, თუ ვინ რამდენი თანხა ჩაწერა გინაფორალის სახით და მეორე თავად ფულს იბარებდა. საბოლოოდ დაითვლიდნენ შემოსულ თანხას ჯამში ადგენდნენ და ოჯახის უფროს ან სხვა ხარჯებზე პასუხისმგებელ პირს ჩააბარებდნენ. ოჭიშაფ შესაძლებელი მსგავსად გინაფორალი გადასაფარის დროსაც ჩანს ერთმანეთის ეკონომიკური ურთიერთდახმარების მკაცრად დაცული ტრადიცია. ოჯახს უმსუბუქებენ აუცილებელ ხარჯებს და მას ახლო ნათესავები, მეზობლები ინაწილებენ. ბადალაშა, როგორი ისეთი ამბავია რა ეს თემაც, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. მოკლედ, მე მგონი დადებითი მოვლენაა ეს, რომ ერთმანეთის მიმართ ეს სოლიდარობა ცხადდება საზოგადოებას შორის, ოჯახებს შორის და მოკლედ ეს ნათესაური ურთიერთობით, მეზობლური ურთიერთობით, სამოხიოში მცხოვრების შინაგანი ეს ვალდებულებით არის განპირობებული, მაგრამ თურმე იყო ერთი პერიოდი, ან მკაცრი ვალდებულება, ვინც არ გადაიხდა ძალით ახტევინებდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ოჭიშაფოს და გინაფორალსაც. ეს ეთყობა იგი უტკოჩი თაობდა მაგ ყველაფერს და სიდიზი აღდებდა ალბათ. თუმცა სამეგრელოში არ არის დაცული, უბრალოდ სამართალში აღწერილი და უფრო აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ ჩვენთან ამის პრეცედენტი არ არის, ანუ მეგრელი არ იკადრებდა მაგას. და ხო რა მინდოდა მე თქო, კარგია ეს ყველაფერი და ეხა ხო ვუსმენ ამ გადაცემებს და ზოგადად ვაკეთებთ ამ გადაცემებს. ვქმნით, კი მიხარია რომ ამ ყველაფერს ვაცოცხლებ, ვუზიარებთ ხალხს პირდაპირ ეთერში, ბევრს საუბრობთ, მაგრამ წყდება გული რომ არ არის ეხა ის ერთობა. უნდა ვთქვა, გულის კიბია. ყველაფერს ესე ცინიკურად და ესე ღიმილით ვერ შევხვდებით, ხო? არ არის ეს ერთობა ეხლა. და ეგ არის დასადანი, არ ჩაუღრმავდები, არ დავკონკრეტდები, არ არის ეს ამ გადაცემის ამბავი და თემა და მოკლედ ასეთი ამბები. გვერდში დგომა კარგია ხალხნო. არ აქვს დროს. რა მიქვია დრო და ამინდიო. მაგისი არ იყოს. ზუსტად ჩვენ ახლა ისეთ გარდამავალ აუცილებელია. შენც დაგჭირდება ვიღაცა. შენ თუ დღეს ვიღაცას ჭირდები და ზურგს აქცევ, აუცილებლად დადგება ის რომ შენ ვიღაცა დაგჭირდება და აი ამ დროს უკვე მიხვდები თუ ისე არ მოგექცა როგორც გქონია, აი იქ სადღაც შეგეშალა თან ძალიან. მოკლედ ბატონო, როგორი მორალი წავიკითხო? ანუ სამწუხაროდ ჩვენთან ისეთი ტენდენცია რომ აი ძირითადად ტრადიციების შემნახველი იყო სოფელი. დიახ. სოფელია სამწუხაროდ დღეს სოფელი იშლება, ანუ მიდის ურბანიზაცია, სოფლის მოსახლეობა. ხო და აი ეს უკვე დიდ დახს ამჩნევს ზოგადად საზოგადოებრივ ურთიერთობასაც, იმიტომ რომ ურბანიზაციის შედეგად ბევრი ტრადიციები იკარგება, იქ უკვე სამოხიო ფაქტურად არც არსებობს. კაპიტალიზაცია რომ მიდის ეს სოციალურ დიფერენციაციას იწევს, ანუ საზოგადოება უკვე ქონებრივად ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ეს კაპიტალისტური მომენტებიც კიდევ აი ძალიან მძიმედ მოქმედებს. გარემო პირობები. უბრალოდ ეს თვითონ უნდა იყო ამ შემთხვევაში ადამიანი ინდონეზია ხო. აი მაგას ვამბობ რომ შენში უნდა იყოს ის რომ კონდეს სრული დახმარების და ასე შემდეგ გაღების გაცემის, თორე ვერანაირი სოციალური და ზოგადად სამოხიო და ვერანაირი სტერეოტიპი და სიტყვაზე ტრადიცია ვერ გიშველის მაგას არ გამკეთებელი არ გააკეთებია. ყურადღებას მიაღწევთ, ანუ საზოგადოებაში დღესაც აი მეცენატობის კულტურა არ არის სამწუხაროდ. აი ხო არიან ჩვენთან სამეგრელოში რომ ბიზნესმენები არიან და შეძლებული ხალხი, მე რომ ნახე მათი სია, დოსიე და საკმაოდ სოლიდური არიან. არ აქვთ მაგათ აი მეცენატობის აგამიგეთ. ეს უკვე პრობლემაა, ეს უკვე პრობლემაა, იმიტომ რომ აი სწორედ ამ დასავლეთის ევროპის ქვეყნებში ეს არის დომინანტი, რომ აი შეძლებული ადამიანები, ვისაც კაპიტალი გააჩნიათ, მათ აქ მეცენატობის თვისება
ჭირდებაც და ეს კანონმდებლობითაც არის სხვადასხვა განსაზღვრული, მაგრამ თვითონ აი შინაგანადაც აქვთ ეს წესი, რომ რაღაცაში ჩადონ ეს ფული და მოახმარონ საზოგადოების სიკეთეს და შექმნას რაღაცა დოვლათი ამით. მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ არ არის ეს. მაინც ჩავჭით ამ გარდამავალ ეტაპში ძალიან გაგვიგზელდა ეს გაველური კაპიტალიზმი. და ჩვენი საუბარზე ხა იქიდან მიდის თუ არ გადავალთ თემაზე, ჩვენ რაღაცა სხვა ამბავსაც მოვითხოვთ. რაღაცა პოლემიკა გავმართეთ. პოლიტიკაში მოგვინდება მოსვლა, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. რა შეეხება თემას, გექნებათ მოფიქრებული. კი ბატონო, კი, რა თქმა უნდა, თემა მინდა რომ მორდიაზე ვისაუბროთ, ანუ ნათლია. ძალიან ძვირფასი ადამიანი. მეგურგინე მორდიაზე ვიტყვით და ანუ მეგურგინე მორდია ეს არის მეჯვარე. და რამხელა ვალდებულები გააჩნდა, რამხელა ფაქტიურად ეს თელი აი ქორწილის წინა მოსამზადებელი პერიოდიდან დაწყებული შვილის შეძენი და ესა მთელი ვალდებულებებია გაწერილი და ეს ხო, კი ბატონო და ამაზე ვისაუბრებთ, მე მგონი საინტერესო იქნება ჩვენ. ძალიან საინტერესო თემა. ასე რომ დაელოდეთ მომავალ ხუთშაბათს ძალიან საინტერესო თემით. მოიკითხეთ თქვენი მორდიები, მეგურგინე მორდიები და უთხარით რომ ამ გადაცემას უსმინონ, იმიტომ რომ სწორედ მათზე ვისაუბრებთ. მე ძალიან დიდი პატივისცემით იქითა გადაცემაში მოვიკითხოთ ჩემს მორდიას. მადლობა ბატონლაში ასეთ საინტერესო გადაცემისთვის. ყველა გადაცემა ნახეთ ჩვენს ვებგვერდზე Radio Athena.lg, Facebook-ზე Radio Athena და YouTube-ზე. ნებისმიერი ფონდით ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა იქ დაგხვდებათ ლაივ რეჟიმში. ცხადია ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. ასევე FM-ზე 105 და 9. ბატონლაშა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით. მე სოფიო ხუციშვილი გახდით, ჩქირო ზოჯუნდა. დიდი მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის და ამშვენებით ჩვენს ერთგულ Radio Athena-ის მსმენელებს. ჩქირო ზოჯუნდა გახარებული ქორდათ, ხემორძვილო ქოფედათ მიარე წანებს. გადაცემის ოდაბადეშ კინოხონი. ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.